ჩვენს სტუმარს მით უმეტეს მოგესალმებით. მომავალი ბინადრებისთვის საინტერესო თემით ვაგრძელებთ გადაცემის ამ ნაწილს. In development-ი დიდი დიღომი, ეს არის მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც 14000 კვადრატულ მეტრზე 4 საცხოვრებელ კორპუსს, გამწვანებულ ეზოს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, სასეირნო ბილიკებსა და კომერციულ ფართებს აერთიანებს. რა ეტაპზეა მშენებლობის პროცესი და როგორია უკვე კომპანიის საგაზაფხულო სპეციალური შეთავაზება? თემაზე ვცვლად In development-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან თამარ კანთელაძესთან ერთად ვისაუბრებთ. თამარ, მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. მოდი დრო არ დავკარგოთ, პირდაპირ დავიწყოთ საუბარი. თავდაპირველად გაგვაცანით პროექტი In development-ი დიდი დიღომი, როგორც უკვე აღნიშნე, ის 14000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, წარმოადგენს მულტიფუნქციურ კომპლექსს, მაგრამ გვაინტერესებს რა ეტაპზეა საინტერესო ახლა მშენებლობა. სიამოვნებით მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მიხარია რომ თქვენი ეთერის მეშვეობით ხშირად გვაქვს ხოლმე ამის ფუფუნება რომ ჩვენს მობინადრეებს და იმ ადამიანებს ვინც აწიაპირებს შეძენა მოვუყვეთ ჩვენი პროექტის შესახებ. როგორც აღნიშნეთ, ტერიტორია 14000 კვადრატული მეტრია, ეს გახლავთ დიდი დიღომი, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ისეთი კარგად განაშენიანებული საცხოვრებელი უბანი, რომელზეც მოთხოვნა ყოველთვის მაღალია და ამ წუთისთვისაც კი ბატონო სტატისტიკა აჩვენებს რომ დიდი დიღომი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია საცხოვრებელი ბინების შეძენის თვალსაზრისით. ჩვენი კონკრეტულად ჩვენი პროექტი მდებარეობს დემეტრე თავდადებულის 40 ნომერში. ეს გახლავთ ტერიტორია ახალ დიდ დიღომს ეძახიან, უწოდებენ, იმიტომ რომ სულ ახალი მშენებლობები მიდის, ერთიანი განაშენიანების გეგმებია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორი განაშენიანება მიდის იქ, ერთი ტიპის საცხოვრებელი კორპუსები და ვიზუალურად ძალიან ლამაზია. ესთეტურია. დიახ, ნამდვილად, იმიტომ რომ დღეს აღარ არის საკმარისი მხოლოდ საკუთარი სახლი და ბინა გქონდეს კარის იქით ლამაზი. ყველაფერი გინდა რომ იყოს ლამაზი. ეზო, უბანი, შენი მეზობლის კარი, სადარბაზო, მთლიანობაში კომპლექსურ ესთეტიკაზე და სილამაზეზე გვაქვს უკვე მოთხოვნილება და ეს ძალიან კარგია. დეველოპერული კომპანია, გვანებივრებთ ამ შემთხვევაში. დიახ. ნახეთ, ტერიტორია 14000 კვადრატული მეტრია, მოიცავს 4 საცხოვრებელ ბლოკს, 16 სართულიანი საცხოვრებელი ბლოკებია. ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ, რომ თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე პროექტის მშენებლობა ორ ნაწილად გაიყოფოდა. პირველ ეტაპზე დავასრულეთ. პირველი ეტაპი მოიცავდა E1 და E2 ბლოკების მშენებლობას, რომელიც დასრულდა უკვე ახალ წელს 2024 წლის ბოლოს, როგორც დავუკვირდით მობინადრეებს, თავიანთ ახალ სახლებში შეხვდნენ და დღესასწაული იქ იზეიმეს მოკლედ. მეორე ეტაპის მშენებლობაც თითქმის დასასრულს უახლოვდება, იმიტომ რომ ეს სივრცე ერთიანია და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენ ცხოვრებას იწყებ და შენს კომპლექსში მეორე ეტაპის მშენებლობა მიმდინარეობს, ამ სამშენებლო სამუშაოებმა არ შეგაწუხოს ძალიან და ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ ამისთვის. საკარკასე სამუშაოები დებლოკებში დასრულებულია, კორპუსის გადახურვა მიმდინარეობს, კარფანჯრები დამონტაჟებულია, შიდა სამუშაოები და აი ეს D1 და D2 ბლოკებიც ამ წლის ბოლოს ეს არის ყველაზე მაქსიმალური ვადა. udro მშვიდი გარემო უკვე შექმნით ბინადრებს. და ყველაზე მნიშვნელოვანია, აი აქ რეკრეაციულ ზონას ექცევა ძალიან დიდი ყურადღება. 5000 კვადრატული მეტრი გახლავთ მწვანე სივრცე ამ კომპლექსისთვის, იმიტომ რომ დღეს ყველას მოთხოვნა აქვს, აი ოჯახებით როდესაც გადმოდიხარ ხო საცხოვრებლად, პრიორიტეტიც კი შეიძლება ითქვას. გჭირდება ეზო, სათამაშო მოედანი და ასე შემდეგ და აქ ყველაფერია. ამიტომ შენებლობიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელი იყო E1, E2 ბლოკების წინა სივრცე მთლიანად მოწესრიგდა, დაეგო უკვე მწვანე ბალახის საფარი, ხეები დაირგა და წინა ნაწილიც უკვე წესრიგდება. ზაფხულში უკვე საბოლოო სახე ექნება ამ ყველაფერს და წლის ბოლოს თქვენთან მოვალთ ალბათ სტუმრად. ფინალურ აკორდს მივახლოვთ. კი ბატონო, აი ასეთ ეტაპზეა ახლა In development-ის მშენებლობა დიდ დიღომში. შვენიერი, როგორც გავარკვიეთ, 90% ბინებისა უკვე არის გაყიდული, მაგრამ ახლა გაქვთ ძალიან საინტერესო მიმზიდველი შეთავაზება საგაზაფხულო აქციის ფარგლებში. კი ბატონო. ბინების 90% გაყიდულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა ინში ბინის შეძენა შეუძლებელია. სწორედ ის 10% გახლავთ, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მყიდველს თუ ვინმე ინში ბინის ყიდვას გეგმავს, რომ მოვიდეს შეიძინოს ბინა. როგორ არის დაკომპლექტებული ახლა ეს 10%? ესე იგი E1 და E2 ბლოკებშიც, დასრულებულ ბლოკებშიც გვაქვს რესურსი, რომ მომხმარებელმა
შეიძინოს ერთსაძინებლიანი ბინა, თუ მას მცირე ფართის ბინა უნდა შედარებით და ეს მცირე ფართის ბინები ამ წუთისთვის გახლავთ დაახლოებით 60-62 კვადრატული და ასევე გვაქვს რამოდენიმე ძალიან კარგი საოჯახო ბინა, დაახლოებით 84, 87 და 94 კვადრატულიანები. ასევე აქ ერთიანი გადახდა მოქმედებს, ხოლო D-ბლოკებში არჩევანი კიდევ უფრო მრავალფეროვანია და ხშირ შემთხვევაში 4-5 თვიანი განმავლობა ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ რაღაც ინვესტირებებს აკეთებენ, დღეს შეიძლება ერთიანი თანხა არ აქვთ 20% და რაღაც 3-4 თვე ჭირდება და ამის რესურს D-ბლოკებში კიდევ აძლევთ. ამიტომ ახლა ამ წუთისთვის არის ამის შესაძლებლობა. აი რადგან მკითხეთ კონკრეტული შეთავაზება, რაც ეხება უფრო გავშლი ამ შემთხვევაში და ეს არის შეთავაზება დასრულებულ ბინებზე, ფასის ნაწილში. ამ წუთისთვის შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით თქვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ლოკაციაზე დიდ დიღომში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ფასით ვართ წარმოდგენილები. მე ჩვენს მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ანუ ფასის კლება არ მომხდარა, უბრალოდ ჩვენ შევინარჩუნეთ ფასი და ფასის მატება დაგეგმილია მომდევნო აპრილის თვიდან უკვე. ამიტომ ჯერ არის კიდევ გადასარევის შესაძლებლობა ძალიან კარგ ფასად, სპეციალურ ფასად ჩვენთან ბინის შეძენის. კი ბატონო, თამარ, მინდა გითხოთ თქვენ ახსენეთ ზოგი, აი მაგალითად ვთქვათ ინვესტირების კუთხით იგივე განმავლობასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, რასაკვირველია მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს არ ქონდეს უბრალოდ ესე თანხა და ერთიან. მინდა გითხოთ პირველ რიგში კვადრატულობაზე, საიდან იწყება, რით მთავრდება, ეს ერთი და მეორე, თქვენი დაკვირვებით, მე არ შეიძლება თქვენ მოკვლევებს ატარებთ ან გამოკითხვებს ატარებთ, მთავარი მიზანი რისთვისაც იძენენ თქვენს კორპუსებში ბინას, იმიტომ ზოგმა შეიძლება საოფისედ გამოიყენოს, ზოგმა საცხოვრებლად. ნახეთ, დავიწყოთ რა ხდება, რისთვის ხდება უძრავი ქონების შეძენა ჩვენი პრაქტიკით, დაკვირვებით, კვლევებიდან გამომდინარე. დღესდღეობით ერთ-ერთ საუკეთესო ინვესტირებად ითვლება, რომ უძრავ ქონებაში ინვესტირება ერთ-ერთი ყველაზე მყარი და გარანტირებული ინვესტირებაა მომხმარებლისთვის, მყიდველისთვის, სადაც მას დანაკარგები არ აქვს და ის რაღაცა წაგების ვთქვათ, რაღაცა დაზღვეულია და მშვიდად არის. ერთი არის ეს, რომ ინვესტირებებისთვის იძენენ, მშენებლობის საწყის ეტაპზე ბინების შეძენა უფრო ლოიალურია და შემდეგ უფრო კარგ ფასად ყიდიან. მეორე, კულტურა შემოვიდა ჩვენთან უკვე, რომ ოჯახებმა დაიწყო გაყოფა და რა თქმა უნდა, ცხოვრება დიდ ოჯახად ძალიან მშვენიერია და ასეც ხდება ხოლმე, თუმცა გარკვეულ ეტაპამდე, თუმცა უკვე დაიწყო, რომ ბინების შეძენა დაიწყეს სტუდენტებმა, იმიტომ რომ ჩვენთან პროექტში არის 30-32 კვადრატულიანი ბინები, რომლის შეძენა განმავლობითაც შეიძლება ძალიან ბიუჯეტური ფასი გამოდის და სტუდენტებს, რომლებიც არიან დასაქმებულები, ამ მცირეოდ დახმარებას ოჯახის წევრები უწევენ შეუძლიათ ასეთი ტიპის ბინების შეძენა. ფანტასტიურად იყიდება უკვე 45-დან 50 კვადრატამდე ბინები, ეს ერთსაძინებლიანი ბინები, ახალი შექმნილი ოჯახებისთვის, დასაქმებული საქმიანი ადამიანებისთვის და საოჯახო ბინები. ანუ შეგვიძლია აქედან ვთქვათ, რომ ბინები გვაქვს როგორც 30 კვადრატულიანი, 50 კვადრატულიანი და უფრო მეტი. ასეთი გეგმარებები გახლავთ. კვადრატულობის თვალსაზრისით მრავალფეროვანია და ყველასთვის არის და არჩევანი. თამარ, როგორც ვიცით, მშენებლობის პარტნიორი არის საქართველოს ბანკი, ხო? რაც მშენებლობის დასრულების ფაქტობრივად გარანტორია, კი ბატონო. აი მის შესახებაც რომ გითხრათ, იმიტომ რომ გარანტიები ბუნებრივია ყველა მობინადრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებლად ჩვენი პროექტებისთვის ყველასთვის პირველი დამახასიათებელი გახლავთ, რომ ჩვენ ვიწყებთ ისეთ პროექტებს, სადაც ჩვენი პარტნიორი გახლავთ ბანკი. საქართველოს ბანკი ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორი გახლავთ იმ დეველოპმენტის პროექტებში, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი სამშენებლობა, მთელი მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხა არის უკვე გამოყოფილი კომპანიისთვის და ასევე რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მშენებლობის მითითებულ ვადაში პროექტი დასრულდება. კომპანია არ გახლავთ დამოკიდებული გაყიდვებზე და გაყიდვებიდან შემოსულ თანხებზე, რომ მშენებლობა დაასრულოს. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც მოდის ჩვენთან, ძალიან მშვიდად შეუძლია გააკეთოს ინვესტირება, თუ უნდა ერთიანი თანხა გადაიხადოს და ერთიანი თანხის ანგარიშწორების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გარკვეული ტიპის ფასდაკლება, ან თუნდაც ნებისმიერი კლიენტის გადახდილი თანხა ჩვენთვის ფასეულია, ამიტომ ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემთხვევაშიც კი ის უნდა იყოს დაზღვეული და დაცული. ამიტომ ჩვენი პარტნიორი ბანკი, საქართველოს ბანკი, გარანტორი გახლავთ ჩვენი უწყვეტი მშენებლობების და დროში ზუსტად ჩაბარებული მშენებლობებისთვის. და ძალიან ესეთი საინტერესო გზავნილი და სლოგანი გაქვთ წინ, დეველოპმენტი დიდი დიღომის სახლი, რომელიც შენდება შენთვის, გადმოდი შენ. მადლობა ძალიან დიდი, მე მინდა წარმატებები
გისურვოთ და წარმატება ვუსურვოთ მშვიდი ბედნიერი ცხოვრება უკვე ახალ გარემოში. ისეთი რაღაცები ჩამოთვალოთ, მომხმარებელი და ვისაც აქვს სურვილი შეისყიდოს ბიზნეს, შეუძლია მართლა მშვიდად და გარანტირებულად გააკეთოს ინვესტიცია და გასაღებით მე გააკეთოს ახალი ბიზნეს კარი. ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება. დაგემშვიდობებით, მადლობა დიდი და ჩვენ